თანამედროვე ადამიანისთვის კლასიკურ მუსიკასთან კონტაქტი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ინფორმაციული, დატვირთული საუკუნეა. ხშირად ვამბობთ, რომ სტრესული გარემოა, ტექნოლოგიური საუკუნეა და არ ყოფნის ხშირად დრო ვიპოვნოთ თუნდაც მოდით საკუთარი თავი. კლასიკური მუსიკა არის ერთ-ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ აღმოაჩინო საკუთარი, ასე ვთქვათ, ბგერები, საკუთარი ფერები იპოვნო და დაინახო სამყარო ძალიან სხვა თვალით. მე მგონი, რაც უფრო ხშირად მოვისმენთ კლასიკურ მუსიკას, უფრო მეტ სილამაზეს დავინახავთ სამყაროში და ეს ძალიან გვჭირდება. ჩემი შვილი კლასიკურ მუსიკაზე რომ შემეყვანა ეს გადაწყვეტილება, ვიტყვი რომ იყო ძალიან მარტივად მისაღები. თუნდაც იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემი არაჩვეულებრივი ბავშვობა, როდესაც მე თავად პრაქტიკულად გავიზარდე ხელოვნების სკოლაში. ეს არის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლა და ყველაზე ლამაზი პერიოდი, ყველაზე ჟღერადი, ყველაზე ფერადი, რეალურად ჩემთვის არის ნამდვილად ის წლები. მე ვფიქრობ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ამას განსაკუთრებით თამამად ვამბობ, რადგან ხედავ, რომ თავად ჩემი შვილია ძალიან ბედნიერი. ძალიან მერიდებოდა, მაგრამ თხოვე მასწავლებელს და დავესწარი. იცით, აი ეხლაც თვალწინ მიდგას, სიმართლე რო გითხრათ, ეს რაღაცა გასაოცარი მისთვის ახალ სამყაროსთან ზიარება. ერთია, როდესაც დავუშვათ მე ვუგრავ და ბავშვს ესმის და მოსწონს თავისთავად, მაგრამ მეორეა, როდესაც მას უკვე თვითონ უჩდება ასეთი შესაძლებლობა. და აი ახლაც მაქვს თვალწინ პატარა ხელები, პატარა თითები, რომლებიც ამ კლავიშებს ეხებიან სათუთად, ბგერას ისმენენ, მე რაღაც გაოცება, რაღაც ღიმილია სახეზე. და ეს არის მე მგონი რაღაც წარუშლელი შთაბეჭდილება პირადად ჩემთვის. მე ვიცი რომ ჩემი შვილისთვისაც იმდროინდ ძალიან აღფრთოვანებული დაბრუნდა, ასე ვთქვათ, ამ პირველი ზიარების შემდეგ კლასიკურ მუსიკასთან და მადლობა ღმერთს რომ დღემდე ასეა. ხშირად გულის ტკივილით გვესმის ჩვენ საუბარი იმაზე რომ არის განათლების პრობლემა. მოდი თქვათ გულწრფელად ეს არ არის მარტო ქართული საზოგადოების პრობლემა, ამაზე ჩივიან. მათ შორის ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, გადალახოს ერთგვარი ზღვარი და არჩევანი გააკეთოს. რისკენ აქვს მას აღებული ხედვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წიგნიერებისკენ და ასე ვთქვათ, კულტურისკენ. საზოგადოებისთვის სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებისკენ, რა თქმა უნდა, არის ხელოვნება. ამას მე რა თქმა უნდა, სრულიად დილეტანტი ვარ, მე არ ვარ ხელოვანი, მართალი მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული, მე არ ვარ ხელოვანი, მაგრამ რაღა მქონდა შესაძლებლობა, რომ თუნდაც გარკვეული პერიოდი ჩემი ცხოვრებისა დამეკავშირებინა კლასიკურ მუსიკასთან, მე თავად ხვდები ცხოვრების სხვადასხვა ასპარეზზე. როგორ მეხმარება ეს? რამდენად მნიშვნელოვანია ჩემს, ასე ვთქვათ, კომუნიკაციაში საზოგადოებასთან თუნდაც და იცით რა, რეალურად ვფიქრობ, თუ კი კლასიკურ მუსიკას ეზიარებიან პატარები, ადრეული წლებიდან, მოდით ესე ვთქვათ, როგორც მინიმუმ ისინი ჩამოყალიბებდებიან ძალიან კულტურულ და გემოვნებიან მსმენელებად. ეს ცოტას არ ნიშნავს. როდესაც ჩემს შვილს ვუსმენ, რა თქმა უნდა, მე ვარ ბედნიერი. რა თქმა უნდა, ერთგვარი სიამაყის გრძნობაც მეუფლება, იმიტომ რომ მას უკვე ესმის რა არის კლასიკური მუსიკა, როგორც ღირებულება. მან უკვე იცის გარჩევა, ნამდვილი, შესანიშნავი ბგერების. და მე ყველაზე მეტად ვარ ბედნიერი იმით, რომ ეს მისი უდიდესი სურვილია.